ყოველწლიურად რატომ იზრდება ფითრა? აი საკმაოდ ვერა და ვერ ამოუწურეთ ეს საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრჯერ ავხსენით ეს საკითხი, რომ ადრე თურმე ყოფილა 50 თეთრი ფითრა და დღეს 12 ლარია. 50 თეთრი სადღაც 90-იანებში მიხდიდით 50 თეთრს. მაშინდელი ცხოვრების პირობები და დღევანდელი ერთი არ არის. ფითრას მთავარი მიზანი არის, რასაც ჩვეულებრივ ადამიანი რამადანში მიირთმევს ორჯერს. იასლოღი და იფტარია. ერთმა ფითრამ ერთი ღარიბი იასლოღზე და იფტარზე უნდა დააპულოს. ეს გამოთვლილი თანხა, რომელსაც გამოიანგარიშებენ ჩვენი ხოჯიები, ჩვენს პირობებში მინიმალურზე არის დათვლილი. თორემ ვიღაცას ის 12 ლარიც არ ყოფნის ერთ ჯერზე, არათუ ორჯერ. ერთ ჯერზეც არ ყოფნის. და წმინდა ყურანის მიხედვით ყველაზე კარგი და სწორი ფითრა არის ის, რომ რასაც შენს ოჯახს აჭმევ იმის საშუალოდ. რა თქმა უნდა, შეიძლება ოჯახი ერთ-ორჯერ რესტორანში კარგ სუფრაზე წაიყვანოს კაცმა თავისი ოჯახი და ძვირად დაუждდეს. იმას არ ნიშნავს, რომ წელიწადში ერთჯერ წავიდა და იმ სტანდარტით უნდა მისცეს. ან შეიძლება წელიწადში ერთჯერ წადით და ყველით ერთი ჯერი გეიტანოს. იმას არ ნიშნავს, რომ იმით. აბა რა, მთელი წლის განმავლობაში საშუალოდ რას მიირთმევს მის სუფრაზე? იმ სტანდარტით. ნახეთ ახლა 50 თეთრი რომ შვაზე გავყოთ, ორი ჯერი უნდა მიირთმას 25 თეთრად. რამეს ვიყიდით დღეს? ამიტომ სიცხვილი ამაზე საუბარი. არათუ საჭმელი. რომ თურმე პრეტენზიები ყოფილა, რომ ამას ხოჯიები ზდიან. ეს ფითრა ხოჯაზე მისაცემი არ არის უფასო. ფითრა არის ღარიბზე, უპოვარზე, პირველი ვისიდან უნდა დავიწყოთ ყველაზე ახლოს ვინც არის შენ სოფელში. სწავლულები ამბობენ, რომ არ არის, არასწორია, შეაგროვონ და სადმე სხვაგან გაგზავნონ. იმ სოფლის ღარიბებს, იმ სოფლის კრივ-ობლებს უფლება აქვს, რომ იმ სოფელში, იმ სოფლის ფითრა მათ მიიღონ. პირველი უფლება მათია. თუ არ არის ასეთი, შემდგომ გადავა მეზობელ სოფელში, შემდგომ იქეთ და ასე შემდეგ. პირველ რიგში. ამიტომ ეს მიდის ღარიბთან. 8 ლარი ერთი კოლოფი სიგარეტი ღირს. ყოველ დღეში თითო კოლოფი სჭირდება. დღეში თითო კოლოფი სჭირდება. ამაზე არავინ არ წუწუნებს, მაგრამ ფითრაზე რომ მიდგება რა ამბავია 12 ლარი. იმის გარდა და სალევში 1000 რაღაცაში ისე ხარჯავენ, საერთოდ ხმას არ ამოიღებენ. და ვინ წუწუნებს ამას? რომ არ ქონია თურმე და თუ ამხელა ღარიბი ხარ, მაშინ შენ მოგიტანებენ ფითრას და მოგცემენ. ესე იგი შენ არ გევალება ფითრა. ვისაც არ ევალება ფითრა, ის რატომ წუწუნებს? პირიქით, ვისაც არ ევალება იმას უფრო სჭირდება ფითრა რომ მაღალი იყოს, იმიტომ რომ მასთან უფრო მეც მოიტანენ. მაგრამ ვისაც ევალება, ვისაც აქვს, სწორედ ისინი წუწუნებენ. უზენაესმა ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალამ ვიყაბულოს ყველა ჩვენგანს ჩვენი იბადეთები და მათ შორის ფითრაც. ოღონდ დამადლებულს არ იყაბულებს ალლაჰი სუბჰანაჰუ ვა თაალა და ამიტომ გაუფრთხილდეთ ვიფასჯინა.